გამარჯობათ Knife Guy კანალის ფანებო. დღეს ერთ ძალიან მაგარ ფიქსირებულ დანაზე ვისაუბრებთ. ძალიან უნიკალური Made in USA ამერიკული Custom Signature Series, ესეთი limitირებული customირებული Carather's Performance Knives, CPK. ეს არის მოდელი FK3 Field Knife. საკმაოდ ყველაზე ვიტყოდი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფიქსირებულ დანებს შორის და ახლავე გეტყვით რატომ. ძირითადი მახასიათებლები ამ ლამაზი დანისა ჩვენ გვაქვს ბასრი პირი დაახლოებით 10 სანტიმეტრი, ასე ცოტა მეტი მთლიანობაში 11 სანტიმეტრის ფოლადი და ეს არის Carather Performance Knives-ის თავისი გამოწრთობილი დელტა 3-ვე ფოლადი. და დელტა 3-ვე ფოლადი Carather-ის ცნობილი არის მისი დიდი უპირატესობით, ასე ვთქვათ, ტრადიციულ 3-ვესთან განსხვავებით, ბევრად უფრო ძლიერი არის, ბევრად უფრო მეტ სტრესი იტანს და ინარჩუნებს ბასრ პირს, ვიდრე 3-ვე, ვიდრე ინფი და სხვა ცნობილი ფოლადები. აგრეთვე ჟანგსაც საკმაოდ კარგად უძლებს და ეს არის უმთავრესი მახასიათებლები ამ დანის. ახლოს მოვიტანოთ ასეთი ლამაზი გეომეტრია საკმაოდ კარგად ძის ხელში. Made in USA სახელურები ქართულად Desert Iron Woods ვერ გადმოვთარგმნი, თუ ვინმეს თარგმანი აქვს, გთხოვთ გაგვიზიაროთ. რა თქმა უნდა, მოოქროვილი ეს თორკსკრიუს ჭანჭიკები, ბოლტები, ხელნაკეთი, ამერიკული ტყავი აქ მოოქროვებული, ძალიან მაგარი დანაა. ყველანაირად, ერთ-ერთი, ყველაზე საუკეთესო და ფასთანაც შედარებით, საკმაოდ ძვირადღირებული დაახლოებით ეს Signature Series FK3 მოდელები $2000-მდე, $2000, $1800-დან $2000-მდე ფასში მერყეობს. დაახლოებით 2 რომ ავიღოთ. რაც საკმაოდ ძვირი ფასი არის დანისთვის და ესეთი დანა, როდესაც გაქვს, ამას ტყეში არ წაიღებ, სანადიროთ არ წაიღებ და ხეს არ გათლი, უბრალოდ როგორც სამუზეუმო ექსპონატი გიდევს, უყურებ ტკბები, ამოიღებ, წაითამაშები და ისევ ასეთ გამოფენასავეც სამუზეუმო ექსპონატივით უყურებ და ტკბები. სხვა ამ დანას, ასე ვიტყოდი, მოხმარებას პრაქტიკულს ვერ გამოიყენებ. რატომ? რადგან ეს დანა არ არის ისეთი, რომ ნებისმიერი მომხმარებლისთვის. საერთოდ ჩემი წინა ვიდეოებიდან თუ როგორც გახსოვთ, მაგალითად ნებისმიერ ადამიანს ყოველთვის ვურჩევ Cold Steel SRK CPM 3-ვე, ზოგი იტალიაშია დამზადებული, ძველი მოდელები შეერთებულ შტატებში, ახლები ტაივანში, მაგრამ შვენიერი 3-ვე ფოლადი, დაახლოებით ფასი 150 მაქსიმუმ $200-მდე და თქვა 200 და 2000 ავიღოთ. 10 მაგი ფასი, რა უპირატესობა აქვს, თქვა ამ დანას ამასთან შორის. უპირატესობაზე და ტექნიკურ დეტალებზე რო ვისაუბროთ, იგივე განსხვავებას ვიტყოდი, როგორიც ახალი Mercedes-ი AMG კლასის იყიდო და Ferrari დაუყენო გვერდზე. ანუ 99% მომხმარებლებისა სხვაობას ვერც კი დაინახავენ. აი ეს დანა აკმაყოფილებს 99% ნებისმიერ მომხმარებელს. ფიქსირებული დანა გინდა,
Cold-Steer SRK სამივე და მეორე სხვა დანაზე ნურც იფიქრებ. ეს მთელი ცხოვრება გამოგადგება და არასდროს არანაირი შეზღუდვა არ იქნება და არასდროს დაიწუწუნებ, რომ რაღაც ჭირს დანას. შვენიერი დანა სიბასრეს ინარჩუნებს თავისი საქმის, ასე ვთქვათ, ხეცი და უძლიერესი ფოლადი. ხოლო ეს უკვე გადავდივართ ზუსტად იმ კატეგორიაში, აი ფერარის კატეგორიაში არ ჭირდება ადამიანს, ვთქვათ, ფერარი რო იქ ყოველდღიურად გამოიყენოს, მაგრამ არსებობენ კატეგორია ხალხის, მომხმარებლების, ვისაც აქვს შესაძლებლობა მაგალითად და უბრალოდ უნდათ და ასე ვთქვათ, ხოში აქვთ და ევასებათ და უსწორდება და ეგაა მთელი იმის მიზეზი და მიზანი, რომ ვთქვათ, აიღოს და ესე ძვირადღირებული მანქანა შეინარჩუნოს. დანების სამყაროშიც ვთქვათ, კოლექციონერებში ასეთი დანები იმით ფასობს, რომ ყოველთვის გადაიცვლება, შეიძლება ბევრად უფრო ძვირადღირებულა რამოდენიმე დანაზე გაცვალო, ან კარგ ეკონომიკაში გაყიდო და ყოველთვის რაღაც ჩადებული ინვესტიცია მოიღო, მოგებაში გახვიდე, რადგან კოლექციონერებში ფასობს და არიან იმის ფანები, რომ ეს დანა უნდა კონდე. არ აქვს მნიშვნელობა სჭირდება თუ არ სჭირდება, უბრალოდ იგივეა, რომ ადამიანს თქვათ, იქ თუ ჩვეულებრივი Nike-ის ბოტასები არ აკმაყოფილებს და მას უბრალოდ უნდა ან Gucci, ან Louis Vuitton-ი, ან სხვა რამე ბრენდი იგივე ავტომობილებზე, განსხვავება ზუსტად ესაა, თორე მაგალითად ქულებიც რომ მივცეთ 0-დან 10-მდე საუკეთესო დანაში, ამას თუ 10-ს ვიტყოდი, ამ დანაზე 8-ზე ნაკლებ ქულას ვერ მივცემდი და 8-ც იქნებოდა, ასე ვთქვათ, ძალიან ცოტა. შეიძლება 9. 9-ს და 10 შორის რა არის განსხვავება, ხო? თითქმის არ არსებობს. ამიტომ კი, ძალიან მაგარი დანაა ეს კოლექციონერებისთვის ასეთი დანის გადაცვლაზე და ხელში რომ ჩამეგდო წლებია, ამას ფიქრობდი და ვცდილობდი და მიხარია რომ აქვს ეს კოლექციაში, მაგრამ თუ საქმეზე მივიდა და იქ ტყეში უნდა წავიდე ან სანადირო წავიდე, დანა მჭირდება გამოვიყენო, აი ეს არის უძლიერესი საუკეთესო დანა და ამის იქით მომხმარებელს სჭირდება, არ სჭირდება გაიხედოს და ეძებოს სხვა რომელიმე დანა. Carather's Performance Knife Custom Signature FK3 მოდელი. Made in USA.